გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. სოფლიო მთავრობათა სამიტი დასრულდა. დუბაიში ვიზიტი პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ შეაჯამა. სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. პრემიერმა სოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ასევე მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიტის ფორმატში გამართულ დისკუსიაშიც. მთავარი აქცენტები გაკეთდა შუადერეფნის როლზე, ინვესტიციებსა და საქართველოში სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. ნანა გოგატაძე აშუქებს პრემიერის ვიზიტს დუბაიში და ის შემოგვერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ნანა, გისმენთ. ბოლო 3 დღის განმავლობაში მსოფლიო ლიდერთა შეხვედრის ეპიცენტრი არის დუბაი. სწორედ ამ ქალაქში იმართება მსოფლიო მთავრობათა სამიტი, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაციაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა ქართულ დელეგაციას. პირველივე დღეს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოვიდა და მიმართა აქ შეკრებილ 6000-ზე მეტ სტუმარს, ასევე ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიაში. ამ დისკუსიის მთავარი თემა მომავლის ინვესტიციები ჰქონდა. იყო, რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს, მათ შეხვედრა გამართეს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან და ბუნებრივია ამ შეხვედრის მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობისა და ურთიერთობის გაღრმავება. ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე შესაძლებლობა ჰქონდა გავსაუბრებოდით მთავრობის მეთაურს ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის ამ პლატფორმაში მონაწილეობის მიღება. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის კარგი შესაძლებლობა და საინტერესო პლატფორმა ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველომ წარმოაჩინოს მისი თავი საერთაშორისო ასპარეზზე და ასევე შეძლოს ერთის მხრივ ეკონომიკური, მეორეს მხრივ კი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება. აქ არიან შეგრებილი სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიტიკური ლიდერები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, პოტენციური ინვესტორები და რა თქმა უნდა ამ ფორმატს ვიყენებთ მაქსიმალურად აქტიურად, მათ შორის იმისათვის, რომ ორხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ. აქ ჰქონდათ მათ შორის მინისტრებს იმის საშუალება, რომ გასაუბრებოდნენ საკუთარ კოლეგებს, ასევე პოტენციური ინვესტორებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით და მე მქონდა პირადად საშუალება გამოსულიყავი როგორც პლენარულ ფორმატში, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში და მესაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის ჩვენს ეკონომიკურ წინსვლაზე და ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს. ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური გარემო, სათანადო კანონმდებლობა, ჩვენ გვაქვს დაბალი გადასახადები, რაც არის ძალიან მომგებიანი ბუნებრივია ბიზნესის კეთებისთვის ჩვენს ქვეყანაში და თქვენ იცით, რომ ყველა ობიექტური რეიტინგის თანახმად საქართველოს უჭირავს ძალიან მაღალი პოზიციები, არის მარტივი ბიუროკრატია, რაიმე დაბრკოლების გარეშე არის შესაძლებელი ბიზნესის წამოწყება, ბიზნესის კეთება ჩვენს ქვეყანაში და კორუფციისგან თავისუფლება. ამ კუთხედაც თქვენ იცით, რომ ძალიან მაღალი პოზიციები გვიჭირავს. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაჩვენებლით ვართ პირველ ადგილზე ევროპაში. გასული 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%. ასეთი მაჩვენებელი არ აქვს არავის. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა ხედავს, რომ საქართველოში მომგებიანია ფულის დაბანდება, საქართველოში მომგებიანია ბიზნესის კეთება და მას მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ და ამ გარემოებით მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ. მსოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში უკვე დასრულებულია. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 150-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის იყო საქართველოც. მადლობა ნანა, დუბაიდან გვერდებოდა ნანა გოგატაძე. ლატვიის პრემიერისა და ესტონეთის პრეზიდენტის ინიციატივას რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ორმაგ სტანდარტზე საუბრობს მმართველი პარტია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ევროკავშირი, რომელიც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებდა, დღეს თავად ცდილობს მოსკოვთან მოლაპარაკების წარმოებას. ბალტიის ქვეყნებამდე კი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის ინიციატივა ჰქონდათ საფრანგეთის პრეზიდენტსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს. ლიკა ალელიშვილი მუშაობს თემაზე და ის შემოგვერთდება ახლა კურიერის პირდაპირ ეთერში. ლიკა, გისმენთ.
დიახ, ესტონეთის პრეზიდენტის შემდეგ მედიაში ახლა უკვე გავრცელდა ლატვიის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ღიად საუბრობს, რომ აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და მოლაპარაკებების წარმოება ღიად. პირდაპირ მოლაპარაკებებზეა საუბარი და საუბარი შეეხება, რა თქმა უნდა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებას. ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილის მხრიდან აღმოჩნდა, რომ მათ აქვთ სურვილი ახლა უკვე ამდენი წლის შემდეგ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან კრემლთან ერთად და დაიწყონ დიპლომატიის გზით რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობა. გუშინ გავრცელდა ესტონეთის პრეზიდენტის განცხადება, ასევე გავრცელებული არის საფრანგეთის პრეზიდენტისა და იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ამ ქვეყანას სურს რუსეთთან მოლაპარაკებების პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება. დღეს უკვე ამაზე ღიად ისაუბრა ლატვიის პრემიერ-მინისტრმაც. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან. მთავარი კითხვა ალბათ ისაა, თუ ვინ იქნება ეს ადამიანი. ვფიქრობ, არაერთი ვარიანტი გვაქვს. თუ საჭირო გახდება, მე პირადად მზად ვარ მოსკოვში წავიდე, თუმცა მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელი ლიდერებიც უნდა ისხდნენ. გერმანიიდან, საფრანგეთიდან თუ დიდი ბრიტანეთიდან. ლატვიის პრემიერ-მინისტრისა და ესტონეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები, დღეს კითხვა დაუსვეს ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ეს მიუთითებს ევროპის შეცვლილ პოზიციაზე. ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, თუ როგორ ამუნათებდნენ გარკვეული ევროპელი ბიუროკრატები საქართველოს იმისთვის, რომ სურდა მან რუსეთს არ დაუწესა სანქციები. ეს განაპირობა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მოცემულობის შეცვლამ. თქვენ ხედავთ, რომ არის განსხვავებული მოცემულობა, გულისხმობ არსებითად ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს და ასეთ პირობებში ევროპულმა ბიუროკრატიამ დაიწყო პირდაპირ საუბარი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საქართველოსთან დღემდე არ აბირებენ აღადგინონ პირდაპირ დიალოგი, მაშინ როდესაც საუბრობენ რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აღდგენაზე, მაშინ როდესაც საქართველოს შემთხვევაში საბაბად გამოიყენება ის, რომ თითქოს ჩვენი ხელისუფლება არის პრორუსული. რამდენად ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს ჩვენ საქმე, ამას მე მგონი ყველა ხედავს და ეს არის კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. ესტონეთისა და ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები დღეს გავრცელდა. მანამდე კი იყო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ისინიც მზადყოფნას გამოთქვამენ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. გერმანიის კანცლერმაც გააკეთა ცოტა ხნის წინ განცხადება, ფრიდრიხ მერცმა რუსეთს ევროპული ქვეყანაც კი უწოდა. მადლობა ლიკა, თქვენ უსმენთ ლიკა ალელიშვილს. შეერთებული შტატების კონგრესის ჰელსინკის კომისია კომპრომეტირებულია უცხოური ძალების მიერ და აქტიურად მუშაობს ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების წინააღმდეგ. ჟურნალისტი მაიკლ შელენბერგერი საგამოძიებო მასალას ავრცელებს. ბრალდებების ეპიცენტრშია სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე როჯერ ვიკერი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაფართოების ყველაზე დიდი მომხრეა. ირკვევა, რომ კომისიაში გამოვლინდა მართლმსაჯულების ხელის შეშლისა და ფინანსური მექანიზმების მრავალი ფაქტი. ბრალდებები მოიცავს ფინანსურ დარღვევებს, კავშირებს საეჭვო პირებთან და არალეგალურ დახმარებას, რაც ცილდებოდა კომისიის ოფიციალურ უფლებამოსილებას. კონგრესის კომპრომეტირებული კომისია ძირს უთხრის უკრაინაში ტრამპის სამშვიდობო მცდელობებს. სენატორმა ვიკერმა ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას ეგრეთ წოდებული სამშვიდობო გეგმაც კი უწოდა. ასევე ექსპერტმა შრეიჯმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ კომისიამ სამართლის აღსრულებას ხელი შეუშალა ფარას დარღვევებით და მინიმუმ $87,000 დაფარვით, რაც უკრაინიდან ნაღდი ფულის უკან მოტანას გულისხმობდა. მან ასევე აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ კომისიამ ხელი შეუშალა მართლმსაჯულების აღსრულებას. საქმე იუსტიციის დეპარტამენტს უნდა გადასცემოდა, თუმცა სიტუაციაში ჰელსინკის მაღალჩინოსნები ჩაერივნენ. ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ ჯო უილსონმა პარკერის გათავისუფლება მოითხოვა. უილსონმა სენატორ კარდინისთვის მიწერილ წერილში დაწერა, გირჩევთ დაუყოვნებლივ უზრუნველყოთ მისი გადადგომა ან სამსახურიდან გათავისუფლება. კარდინმა აღნიშნული რეკომენდაცია არ შეასრულა.
აბსოლუტურად ლოგიკურია, საქართველოს მაგალითზეც ჩანს, რა პროცესები ვითარდება ჰელსინკის კომისიაში. თქვენ გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაში იყო ჩართული კონკრეტულად ბატონი ვილსონის და ამ ყველაფერსაც რეალურად ფარდა ეხადა იმ ასე ვთქვათ ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა ხედავს, რომ ეგრეთ წოდებული deep state-ის ხაზს ატარებს ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი. სკანდალურ დოკუმენტებზე დისკუსია გრძელდება. შტატებმა ბრიუსელის ცენზორები ამხილა. ევროპარლამენტარი ტომ ვანდენ დრიშე ამერიკის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს აფასებს, რომლის თანახმადაც ევროპული ცენზურის ზეწოლის პირობებში TikTok-მა სიძულვილის ენად მიიჩნია და ცენზურა დააწესა შემდეგ ფრაზებზე. არსებობს მხოლოდ ორი სქესი. ბავშვები ვერ იქნებიან ტრანსგენდერები და შეაჩერეთ ბავშვების სექსუალიზაცია. ევროპარლამენტარი ინტერესდება, რის ნორმალიზებას ცდილობს ევროკავშირი, თუ კი ეს ფრაზების სიძულვილია. არჩევნების წინ ისეთი განცხადებები, როგორიცაა, მხოლოდ ორი სქესი არსებობს. ბავშვები არ შეიძლება იყვნენ ტრანსგენდერები და შეწყვიტეთ ბავშვების სექსუალიზაცია. სიძულვილის ენად იქნა მიჩნეული. თუ ეს სიძულვილია, მაშინ კონკრეტულად რის ნორმალიზებას ცდილობს ევროკავშირი? ჩვენთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან მძიმე ტენდენციები არის ჩამოყალიბებული ევროკავშირში, რაც არის ჩვეულებრივი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. და ამას ვერ ექნება, რა თქმა უნდა, კეთილი ზრახვები. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა ჩვენი პარლამენტის მიერ კანონის მიღებას ამ თემებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ასეთ თემებთან დაკავშირებით ბოლომდე დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს. რეალურად ეს არის ზუსტად იმის მხარდაჭერა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდი შეშფოთებით, ხომ? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ევროპული პოლიტიკური ხაზი. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა მიიღოს ეს ყველაფერი ბუნებრივია მხედველობაში. ევროპული საფრთხე ამერიკაში სიტყვის თავისუფლებისა და ინოვაციისთვის. ამ სახელწოდებით შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენა გაიმართა. სხდომაზე ითქვა, რომ ინტერნეტში ცენზურის შესახებ ევროპული კანონები, როგორებიცაა ევროკავშირის ციფრული სერვისების შესახებ კანონი და გაერთიანებული სამეფოს ონლაინ უსაფრთხოების შესახებ კანონი, საფრთხეს უქმნის ამერიკელების უფლებას თავისუფლად ისაუბრონ ონლაინ რეჟიმში შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა, მოსმენაზე გაიმართეს, თუ როგორ ესხმის თავს ევროპული რეგულაციები ამერიკულ კომპანიებს და ზიანს აყენებს ინოვაციებს. ევროპაში ცენზურის ადამიანის უფლებების დარღვევისა და ტრანსგენდერული პოლიტიკის მიმართ ნეგატიური პოზიციის გამოხატვის გამო დევნის ფაქტებზე ისაუბრეს ირლანდიელმა ადვოკატმა ლორკან პრაისმა, ფინეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ფინეთის პარლამენტის წევრმა პაივი რასავენი. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის ციფრული მომსახურების აქტი მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ცენზურის იმ მასშტაბური ინდუსტრიული კომპლექსის, რომელიც ახლა იქმნება, უდიდესმა ჯარიმებმა, რომელიც ევროკომისიამ კორპორაცია X დააკისრა, ნათლად დაამტკიცა ევროკავშირი ამერიკულ კომპანიებზე სისტემური თავდასხმის გზით მიზნად ისახავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. ევროკავშირის სტრატეგია მრავალმხრივია, მრავალჯერადი გამოძიებები, ზედმეტი რეგულაციები, დამანგრეველი ფინანსური სანქციები და მცდელობები, რომლებიც იმ პლატფორმების დაშლისკენაა მიმართული, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას უჭერენ მხარს. მიმდინარე კამპანია არ ემსახურება მხოლოდ ევროპაში სიტყვის თავისუფლების განადგურებას. ეს არის მცდელობა, რომ ევროპული კანონმდებლობა გლობალურ სტანდარტად იქცეს. My name is Päivi Räsänen. ჩემი სახელია პაივი რასავენი, ფინეთიდან ჩამოვედი, მედიცინის დოქტორი ვარ. ამჟამად ვმუშაობ ფინეთის პარლამენტში, ადრე შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. 2019 წელს ტვიტერზე ქორწინებასთან და სექსუალობასთან დაკავშირებით ჩემი ქრისტიანული შეხედულებები დავაფიქსირე. ჩემი პოსტით მივმართავდი ჩემს ევანგელისტურ ლუთერანულ ეკლესიას და მის გადაწყვეტილებას, რომელიც ეკლესიის წევრების პრაიდის აღლუმში მონაწილეობას ითვალისწინებდა, რაც ჩემი აზრით ეწინააღმდეგება ჩვენს ქრისტიანულ რწმენას. დავურთე სურათი, რომელზეც ბიბლიიდან იყო ამონარიდები. სიტყვის თავისუფლების ამ გამოვლინებას მოჰყვა პოლიციის გამოძიება და კითხვა 13 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ბრალი სისხლის სამართლის კანონის დარღვევის გამო წამიყენეს კერძოდ სიძულვილის ენის გამოყენების გამო.
შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან მელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე დაგეგმარების პოლიტიკის უფროსი მრჩეველი და მისი სპეციალური თანაშემწე იმყოფებოდნენ. შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ კვლავ გამოხატა შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. დიპლომატიური მისიის ცნობითვე შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლს და შვედერეფნის სატრანსპორტო პოტენციალს. საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით მილანში იმყოფება. მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის 25 ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება. მილანის ლინეტეს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდება. ის ფიგურული ციგრაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს. ოლიმპიადის გახსნამდე კი საქართველოს პრეზიდენტი უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივს საცემად იტალიის პრეზიდენტის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრება. გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან 8 სპორტსმენი ორ სახეობაში, ფიგურულ ციგრაობასა და სამთო სათხილამურო სპორტში იასპარეზებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი სპორტსმენების ასპარეზობასაც დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენი საქართველოს წარმოდგენილია 8 სპორტსმენით, მათ შორის 2 მოქმედი ევროპის ჩემპიონით ფიგურულ სრიალში. ამ დრომდე საქართველოს 10 მედალი არ აქვს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული და დარწმუნებული ვართ, რომ მილანის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მოიპოვებს რაიმე სინჯის მედალს. მიმინდა უსურვო ჩვენ სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა. ერთიანი ნეიტრალური საქართველო განცხადებას ავრცელებს. პარტია წერს, რომ ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა. არის თუ არა მართებული და თავსებადი ეროვნულ ინტერესებთან ის საგარეო კურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული და კონსტიტუციური ჩანაწერით გამყარებული. ნეიტრალური საქართველო მიმართავს იმ მაუწყებლებს, სადაც დებატები დაიწყო, მათ შორის რუსთავი 2-ს. გაუწიოს ორგანიზება დებატებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ვიდრე თავს არ დავაღწევთ ევროინტეგრაციის ილუზიას, დამშვიდება არ უწერია ქვეყანას. მზად დებატებში დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მავნებლობა. აცხადებენ პარტიაში. ღირებულებითი ეკონომიკური პოლიტიკური მიმართულებით ეს უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირი განიცდის ძალიან სწრაფ და შეუქცევად დეგრადაციას და მივესალმებით, რომ მათ შორის ამასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები ისმის ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან. თუ რამოდენიმე წლის წინ კითხვის დასმა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებითაც კი შეუძლებელი იყო, დღეს ევროკავშირის ხსენება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის გაღიზიანებას იწვევს, დაკავშირებულია უსაფრთხოების რისკებთან, დაკავშირებულია სტაბილურობის რისკებთან. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჯარო დისკუსიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის დღეს სწორედ ევროინტეგრაციის თემა. აღარ არის საკმარისი მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ კრიტიკა და მხილება ევროკავშირის, არამედ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები და საბოლოო გამოღვიძება ევროილუზიიდან. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი. ეს მიზანი არის ის, რომ საქართველოს გვინდა გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით დისკუსიას, ამისათვის ბუნებრივია ვართ მზად, რა პლუს მინუსები აქვს ნებისმიერ პროცესს შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა კონსტიტუციური ამოცანა არის კონსტიტუციური ამოცანა. რაც შეეხება დებატების შემოთავაზებას ნებისმიერი სუბიექტისგან, ნებისმიერი თემა შეგვიძლია ავიღოთ და ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია გამართოთ დისკუსიები. აქ საუბარი იმაზე ხო არ არის, რომ დავშადგინდათ თუ არა უნდა გადავხედოთ ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანას. თავარია, რომ ეს დისკუსია ეფუძნებოდეს არგუმენტებს, იყოს ღია, იყოს გახსნილი და საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია ყველა თემასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულების პაატა ბურჯულაძის, მურთა ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 7 პირის პროცესი გაიმართა. დღეს ორი მოწმე დაიკითხა, მათ შორისაა სპეცრაზმელი იოსებ როსტიაშვილი, რომელმაც პარლამენტთან გამართულ აქციაზე საქართველოს დროშა მიწიდან აიღო და ის დაჯილდოვდა განსაკუთრებული დამსახურებისთვის. როსტიაშვილმა კითხვაზე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეთა მხრიდან შეურაცხყოფა რაში გამოიხატებოდა, უპასუხა, რომ აქციის მონაწილეები გამოირჩეოდნენ აგრესიით სამართალდამცველების მისამართით, მათ შორის ისროდნენ სხვადასხვა ნივთს. დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ მუხლით, რაც ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
წინა რიგში ვიყავით, ისროდნენ ჩვენი მიმართულებით. მე არ მეცვა სპეციალური საშუალება, სხვა თანამშრომლებს ეცვათ. ჰქონდათ ხელკეტი, აირწინაღი. მე არ მქონდა ხელკეტი. აქციის მონაწილეები ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. რაში გამოიხატებოდა შეურაცხყოფა და შენ ქვეყანას რომ ანგრევენ და გეუბნებიან ჩვენსკენ გადმოდიო, ესაა შეურაცხყოფა. ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა დაადასტურა. არავითარი ოპერატიული ინფორმაცია ან რაიმე ტიპის ინფორმაცია იმის, რომ ვინმე სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, არ არსებობდა. თქვა რომ 4 ოქტომბრის მიმდინარე პროცესისასაც კი რაიმე გაფრთხილება და ინფორმაცია არ იყო მათთან, რომ შეიძლება რაღაც პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ინციდენტებს ქონოდა ადგილი. დაიკითხა სასაქონლო ექსპერტი, რომელმაც განსაზღვრა ხობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც ათეულობით 1000 ლარს შეადგენდა. ყველაფერი, რაც არსებობდა ჩანაწერის სახით, პირდაპირ ეთერში, ლაივ ეთერში, სხვადასხვა სახის ჩანაწერები, სხვადასხვა კაფეებიდან, სხვადასხვა ტერიტორიებიდან ამოღებული გახლავთ ყველა რაკურსით სრულყოფილი ჩანაწერი, რომელიც ძალიან ნათლად და კარგად ასახავს ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს. სასამართლო პროცესზე დაიკითხა სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა, რომ მან აღნიშნული მოქმედებების დროს ფიზიკური დაზიანება მიიღო, ასევე განმარტა, რომ შემთხვევით ადგილზევე ნახა ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე და სხვა პირები, მურთა ზოდელობა, მათ შორის რომლებიც მოუწოდებდნენ ადგილზე მყოფ აქტივისტებს შემოსულიყვნენ სასახლის ტერიტორიაზე, ჩაებარებინათ სასახლის გასაღები და განეგრძოთ მოქმედებები. თბილისის საქალაქო სასამართლომ რატის ბარში 18 წლის ალეკო შაკიაშვილის განზრახ პროლობაში ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მეორე დაკავებულს კი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ, მუხლი გადაუკვალიფიცირდა და მას 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მკვლელობა რატის ბარში 2025 წლის 11 მაისს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიეყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები დადასტურდა, რომ 2025 წლის 11 მაისს თბილისში რატის ბარში ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით 18 წლის ახალგაზრდა ბარის უკანა სივრცეში არსებულ ოთახში გაიყვანა და დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა ნამდვილად იცოდა მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული, რომელიც წარსულში ასევე მკვლელობისთვის არის ნასამართლები, დამნაშავე ცნო განზრახ მკვლელობის ფაქტზე და სასჯელის სახე და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, სასამართლომ დამნაშავე ცნო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე და სასჯელის სახე და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის საღლითურად დაუფლების ფაქტზე სფერო ინვესტის კიდევ ერთი წარმომადგენელი სოფიკო პეტრიაშვილი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ გივიწულე ისკირმა გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე 450 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობით თანხები. თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, როგორც სარგებლის გადახდის, ასევე შეტანილი თანხის დაბრუნების ნაწილში და 29 მილიონზე მეტ ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. გივიწულე ისკირს და გიორგი მურუსიძეს ბრალდება 2025 წლის 10 ნოემბერს წარადგინათ და მათ პატიმრობა შეეფარდათ. გიორგი მურუსიძე საზღვარგარეთ დააკავეს, როგორც ძებნილი პირი, მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბის საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა. გამოძიების მიხედვით ბრალდებულებმა გააყალბეს და დაამზადეს ინსპექტირების ყალბის სერტიფიკატი. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ავტოტრანსპორტის შემოწმების გარეშე დაამზადეს და გაასაღეს შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების სისტემის და აირბალონის ინსპექტირების ყალბის სერტიფიკატი, რომლის მიხედვითაც თითქოს და მათ მიერ შემოწმებული ავტოტრანსპორტის აირბალონის სისტემა და აირბალონი შეესაბამებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის ნომერ 80 დადგენილების მოთხოვნებს. ინტენსიურად გრძელდება გამოძიება აღნიშნული აკრედიტებული ორგანოს მიერ ჩადენილი ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებისა და აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. საქალაქო სასამართლომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 17 პირის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეაფარდა ბრალდების მხარის განცხადებით საქმეში ყველა მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ დაკავებულებმა დანაშაული ჩაიდინეს. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია 2 დღის წინ ჩაატარეს. გამოძიების ინფორმაციით დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები ფინანსურ დავებს ქურდული გარჩევით და ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების ჩართულობით აგვარებდნენ. დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ჩვენ დაცვის მხარეს ჰქონდა დასაბუთებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა გამოყენებულიყო არც ერთი აღკვეთი ღონისძიება, თუმცა ალტერნატივის სახით შევთავაზეთ მანალი პატელიანესა და ავაზი ხედელიძის მიმართებაში გამოყენებულიყო გირაო, რაც შეეხება რევაზ უბილავას მიმართებაში. მოგეხსენებათ, რევაზ უბილავა 2019 წლიდან იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. არც ერთი საფუძვლის მის მიმართებაში რომ გამოყენებულა აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა, რა თქმა უნდა არ არსებობდა. ბრალდების მხარე 17 პირიდან 14 პირის მიმართ ითხოვდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ხოლო 3 პირის მიმართ ხოლო წინასამართლოს ომის განსაზღვრავს, ვინაიდან ეს პირები არიან მჟავრდებულები. ბრალდების მხარემ დაასაბუთა ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხე, ასევე მიმავისაფრთხე მტკიცებულების განადგურების საფრთხე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დააკმაყოფილა ჩვენი შრომგოვრობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ წარმატებულ საპოლიციო ღონისძიებებზე. ფიცის დადების ცერემონიალი ახალქალაქში უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გაიმართა. საკონტრაქტო სამსახურის რეკრუტებმა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვით გაწვეულმა პირებმა სამხედრო ფიცი დადეს. კურსის ფარგლებში რეკრუტებმა ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება, ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა. დღეს წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რეკრუტებმა და ასევე საკონტრაქტო სამსახურის რეკრუტებმა დადეს სამხედრო ფიცი ღვთისა და ქვეყნის წინაშე. ისინი უკვე დღეიდან შეუერთებიან თავდაცვალების რიგებს და იქ გაგრძელებენ უკვე თავდაცვალებში სამსახურს. მინდა მიულოცო უმნიშვნელოვანესი დღე მათ და უსურვო წარმატებები როგორც სამხედრო კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. მათი ძალიან დიდი პატივია დღეს რეკრუტებმა ფიცი დავდეთ. ამის შემდეგ გადანაწილდებით ჩვენ ქვედანაყოფებში სამხედრო ფიცამდე გავიარეთ 8 კვირიანი კურსი და მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო და მიულოცო ჩემ თანამებრძოლებს ფიცის დადები. საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო მატარებლების შეკეთების პროცესი დაიწყო. ზაფხულის სეზონისთვის რკინიგზას განახლებული მატარებლები ეყოლება. ლაშა აბაშიძემ სამგზავრო მატარებლების განახლების სამუშაოები დაათვალიერა. თანამშრომლებს გაესაუბრა და მათგან არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. როგორც რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, 2 მატარებლის შეკეთება ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც დაგეგმილია კიდევ 3 მატარებლის განახლება. ჩვენ დავიწყეთ უკვე ინტენსიურად რემონტების გაკეთება. ეხლა უკვე ვაკეთებთ 2 მატარებელს. ფაქტიურად ეს იქნება სრულიად განახლებული მატარებელი, მოდერნიზირებული ასევე, რომელსაც მოვასწრებთ, რომ ზაფხულის სეზონზე ეს 2 მატარებელი გაუშვათ. ასევე ამის მერე ვიწყებთ დამატებით 3 მატარებლის გაკეთებას. 2 ადგილობრივმა სტარტაპმა ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიიღო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მათ 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი და სხვა შეღავათები მიენიჭათ. აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს სტარტაპებისთვის ფინანსური ტვირთის შემცირებას და ამგვარად ინოვაციური საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარების ფარგლებში უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობა
ბოლო თითქმის 10 წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად უწყობს ხელს სხვადასხვა ინსტრუმენტებით, სხვადასხვა პროგრამებით. საქართველოს ისედაც არის უკვე გამოკვეთილი და საინტერესო ადგილი რეგიონული სტარტაპებისთვის მათი ბიზნეს იდეების გასავითარებლად, თუმცა ეს აღნიშნული სტატუსი კიდევ უფრო მეტ მიზიდულობას აჩენს, რა თქმა უნდა, ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის მიმართ. მოგეხსენებათ, პირველი 3 წლის განმავლობაში საერთოდ 0%-იანი საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმით ისარგებლებენ სწორედ ესეთი ინოვაციური სტარტაპები. ჩვენ უკვე 2 სტარტაპს მივეცით ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, რაც კიდევ უფრო დაეხმარება, რომ სწრაფად უზრუნველყონ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა, კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტიციები მოიძნონ ქვეყანაში, დასაქმება და როდესაც დასაქმებაზე ვსაუბრობთ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილების შექმნა უზრუნველყოთ ქვეყანაში. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა. ინსპექტორებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები დაელუქა სურსათი, რომელიც მზადდებოდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით. კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნეს ოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. იმერეთის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის 2 არალეგალური საწარმო მიმდინარე წლის იანვარშიც გამოავლინეს. იმერეთის რეგიონში გამოვლენილი იქნა ნედლირსის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო, რომელიც საქმიანობას ეწეოდა ბიზნეს ოპერატორად რეგისტრაციის და აღიარების გარეშე. საწარმოში ჩატარებული იქნა არაგეგმური ინსპექტირება, გამოვლენილი იქნა კრიტიკული შეუსაბამობები. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განმოგრძობთ გამოშვებას. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ოსალივანმა გარდიანთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მსოფლიოში არც ერთ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას არ აქვს ვალდებულება დაიცვას ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები. ოსალივანი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის სურვილების არ შესრულებისთვის ის სახელმწიფოებს ჯერჯერობით არ ადანაშაულებს. გერმანიაში საქსონიის პარლამენტის დეპუტატი დააკავეს. ინფორმაცია ბილდმა გავრცელა. გამოცემა წერს, რომ კანონმდებელს პარტიიდან ალტერნატივა გერმანიისთვის ბრალად ედება ბელორუსისთვის სანქციების თავის არდებაში დახმარება. საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა დორნაუ დრეზდენში საქსონიის პარლამენტის შენობაში დააკავეს, მანამდე საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა მას იმუნიტეტი მოუხსნეს. სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, რეიდები ჩატარდა მის ოფისებშიც. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ირანთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს. ინფორმაციას აქსიოსი ავრცელებს. გამოცემა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა დაგეგმილი რაუნდი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც თეირანმა თურქეთის ნაცვლად დიპლომატიური პროცესის გამართვა ომანში მოითხოვა. ირანთან მიმდინარე დაძაბულობის საკითხზე განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოცემულ ვითარებაში შეშფოთებული უნდა იყოს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონს თეირანთან მისი ბირთვულის და სარაკეტო პროგრამის, ასევე ახლო აღმოსავლეთში ისლამური რესპუბლიკის მიერ ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხის განხილვას სურს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ შტატებთან მხოლოდ ბირთვული პროგრამაზე ისაუბრობენ. ახლა კი ისევ საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალდადგმული ბალეტი მაგნატუნა შესრულდა. სპექტაკლის განახლებული ქორეოგრაფიული რედაქცია ნინო ანანიაშვილსა და ალექსეი ფადეევიჩს ეკუთვნის. ახალ დადგმაში მოქმედება ქართულ გარემოში თბილისში დადიანების სახლში ვითარდება. მასში შეტანილია ახალი ელემენტები, მათ შორის ქართული სამოსი. ბალეტ მაგნატუნას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. ხარია რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში მორიგი ანშლაგებით მიდის მაგნატუნა, ულოცავ ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელ ნინო ანანიაშვილს ამ დიდ ისევ გამარჯვებას და აღიარებას. ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა დარგი ჰარმონიულად და კარგად ვითარდებოდეს და ბალეტი ნამდვილად ერთ-ერთი ის დარგია, რომელიც დღეს ზენიტშია. ეს არის მაგნატუნა ქართული აქცენტით. სინამდვილეში ყველაფერი ხდება საქართველოში. მე ზღაპარი გადმოვიტანე საქართველოში. მინდოდა რომ აი რაღაცნაირად განსხვავებული მაგნატუნა ყოფილიყო, ვიდრე არსებობს მაგნატუნა ყველგან. ვფიქრობ, რომ ეს მაგნატუნა იქნება
ჩვენს რეპერტუარში დიდი ხანი. საკმაოდ დატვირთული საგასტროლო გრაფიკის შემდეგ დაბრუნდით თბილისში. ქართულ მაყურებელს ჩამოუტანეთ მაგნატუნა. ამჟამად ალექსეი ფადეიჩევისა და ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიულ რედაქციას ვცეკვავთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრათ ქართულ მაყურებელს. კურიერი 6-ზე დასრულებულია მე დღეს ამით გემშვიდობებით, ახლა კი ეთერს ვუთმობ სპორტს და ლაშა დვალიშვილს. თქვენ კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr-დან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.